დაუბრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკის მიერ წითელი ცირკულარი ძებნილი პირის ექსტრადაცია განახორციელა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 23 იანვარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 2011 წლის 13 სექტემბრიდან ძებნილი აშშ-სა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინტერპოლის ინფორმაციით აღნიშნული მოქალაქე იძებნებოდა კალიფორნიის სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე. მირიან გორგოძე განაგრძობს თემას პირდაპირ ეთერში. მირიან, კონკრეტულად რა შეედება ბრალი დაკავებულს? კალიფორნიის შტატის უმაღლეს სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიხედვით ძებნილმა პირმა შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარ მეუღლეს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და ასევე სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა. შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე მარჩელ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ძებნილი პირის დაკავება მოხდა ქართული და ამერიკული მხარის მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, ასევე დროულად განხორციელდა ამ პირის ექსტრადირება საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბრიფინგის მონაწილეებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ზოგადად ოჯახური ძალადობის პრევენციისათვის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში პარტნიორი ქვეყნები თანამონაწილეობის საფუძველზე აქტიურად იბრძვიან. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 2011 წლის 13 სექტემბრიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ამერიკისა და ირანის მოქალაქე ალირეზა საზეგარი დააკავეს. კალიფორნიის შტატის უმაღლეს სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიხედვით 2010 წლის 6 ივლისს ამ ბატონმა სცემა მეუღლე თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ალირეზა საზგარი, რომელიც იძებნებოდა ოჯახური ძალადობის დანაშაულისათვის, განხორციელდა მისი ამერიკის შეერთებული შტატებში ექსტრადიცია. ექსტრადიცია განხორციელდა უსწრაფესად, ექსტრადიცია განხორციელდა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე და ეს იყო შედეგი იმ კოორდინირებული მუშაობისა, რომელიც შედგა ჩვენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო აღსრულების დეპარტამენტს შორის. ოჯახური ძალადობა არის დანაშაული, რომელსაც ფედერალური გამოძიების ბიურო უდგება სერიოზულად და საქართველოს სამართალდამცველების ძალისხმევის შედეგად ჩვენმა ორმა ქვეყანამ გააგზავნა სერიოზული გზავნილი, ყველა კარგად უნდა დაფიქრდეს, ვიდრე ოჯახური ძალადობის ჩადენასა და შემდეგ გაქცევას გადაწყვეტს. ვინაიდან სამართალდამცავი ორგანოები მთელ მსოფლიოში ბევრს მუშაობთ და თანამშრომლობთ კულისებში, რათა უზრუნველყოფილ იქნას ძებნილების ადგილსამყოფელის დადგენა, დაკავება და წარდგენა მართლმსაჯულების წინაშე. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის დაკავების პროცესში შეგახსენეთ, რომ საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავარი პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო. ამ პროცესში თანამონაწილეობა ამერიკის მხრიდან მიიღო ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა. დიდი მადლობა პირდაპირ ეთერში მირიან გორგოძეს.